რთულია და ძნელია ძალიან ცხოვრება და ცხოვრების გაგრძელება ამ რეალობაში, სადაც ჩვენ აღმოჩნდით და ჩვენი ბიჭები. ყველა უნდა იყოს დარიან ხნეთ და მაგრა და ძლიერად. მე ვიცი ახლა გუშინდელს რაც შეეხება ირაკლის კითხე და ანუ ირაკლისთან არ იყო შესული, მაგრამ მანამდე მეორე სასამართლოს მერე იყო შესული სახაზინო ადვოკატი, ხო დაინიშნეს ჩვენი რომ მოხსნეს. ჩვენი ადვოკატები იყო დანიშნული სახაზინო, ანუ იყო ირაკლისთან შესული რაღაც სამი ფურცელი ქონდაო და ბოლო ფურცელზე ხელი მოაწერეო და ნუ რა თქმა უნდა არ მოაწერე, იმიტომ რომ ყველას იციან ყველა პროკურატურა და ამ საქმეებში არის, ანუ იციან ჩვენი ბიჭები, ანუ არ დარწმუნებული მეც ვარ, რომ არავინ ხელს არ მოაწერს ან რაში და ცდილობა არის. როგორ გრძნობს თავს თვითონ ირაკლი? რას გეუბნება? მე ცოტა ნერვიულობდი, რომ რაღა ოპერაცია აქვს გასაკეთებული, ახლა კბილის ტკივა და ანუ რაღაც ისეთი, ახლა სახლში უნდა ვყავდეთ ჩვენი შვილები, რომ მივხედოთ და დაგვიბრუნონ ჩვენი შვილები, იმიტომ რომ არც შიში არაფერი მართლა არ დაგვრჩა, ხა არც მინდა ხო ვიცი რომ გვიყურებენ და იმხელა ძალას გვაძლევენ იქიდან რომ ჩვენ ვარ და ვიქნებით ბოლომდე ჩვენ შვილებთან, მამებთან, ქმრებთან ვის ყავს და არ ვიცი ბევრი თქმა მინდა, მაგრამ ძალიან ის კარგით, მაშინ მე რომ მოგცემთ სიტყვას, მე თქვით